ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. იყო და არა იყო რა იყო ერთი მეფე. მას 3 ვაჟი ჰყავდა. უფროსები ჭკვიანები და საზრიანები იყვნენ. მესამე უმცროსი კი ცოტას ლაპარაკობდა. სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა და ამიტომ მას ყველა სულელს ეძახდა. მეფე დაბერდა. გრძნობდა რომ სიკვდილი ჟამი უახლოვდებოდა, მაგრამ ვერა ვერ გადაწყვეტა 3 მემკვიდრიდან, რომლისთვის გადაეცა სამეფო ტახტი. სამივენი თავისთან მოიხმო და უთხრა: "ძადეთ შვილებო, ქვეყანა შემოიარეთ და ვინც ყველაზე უჩვეულო და ლამაზ ხალიჩას მომიტანს, ჩემი სიკვდილის შემდეგ მეფე ის იქნებაო." ძმებს უთანხმოება რომ არ მოსლუდათ, მამამ ისინი სასახლის ეზოში გაიყვანა. 3 ბუმბული აიღო, სული შეუბერა, ბუმბულები ზევით აფრინდა. მეფემ შვილებს უთხრა: "საითაც ეს ბუმბულები გაფრინდება, თქვენც იქით წადითო." ერთი ბუმბული დასავლეთისკენ გაფრინდა, მეორე აღმოსავლეთისკენ, მესამე კი იქვე მიწაზე დაეშვა. ოდა ერთი ძმა მარჯვნივ წავიდა, მეორე მარცხნივ, მესამე კი ადგილზე დარჩა. უფროსებმა დასცინეს ნაბოლარას. დანაღვლიანებული ვაჟი იქვე მიწაზე დაჯდა. უეცრად ბუმბულის გვერდით მიწის ქვეშეთში ჩასასვლელი კარი შეამჩნია. ასწია და კიბე გამოჩნდა. დაუყვა კიბეს და ახლა მეორე კარს მიადგა. ფრთხილად დააკაკუნა. იქიდან ყვირილი მოესმა: "ხავსის დალალ დაწნულო, ჩემო მწვანე ქალწულო, ფეხ გამხმარო, ნაბიჯ ხლარდა, გაიხედე ვინ დგას კართან." კარი გაიღო და რას ხედავს? ზის მსუქანი გომბეშო და თვალებს კუსავს. გარშემო კი პატარა გომბეშოები ფუთფუთებენ. სუქანმა გომბეშომ კითხა ვინ იყო და რა მოიყვანა. "ყველაზე ლამაზსა და უჩვეულო ხალიჩას დავეძებ", უპასუხა ვაჟმა. სუქანმა გომბეშომ ახალგაზრდას დაუძახა: "ხავსის დალალ დაწნულო, ჩემო მწვანე ქალწულო, ფეხ გამხმარო, ძაღლი ზვალავ, უკმაჯდომა გეყო, კმარა, გაინძერი მალე, სკივრი მომიტანე." პატარა გომბეშომ ყუთი მოურბენინა. სუქანამ გახსნა, იქიდან ხალიჩა ამოიღო და სულელს მისცა. ხალიჩა ისე ლამაზად იყო ნაქსოვი, რომ ქვეყნად მისი ბადალი არ მოიძებნებოდა. გახარებულმა სულელმა გომბეშოს მადლობა გადაუხადა და მიწის ქვეშეთიდან ამოვიდა. უფროს ძმებს ნაბოლარა ისეთი ჩერჩეტი ეგონა, დარწმუნებული იყვნენ, უბრალო ხალიჩასაც კი ვერ იშოვის და მამასთან ხელსარიელი დაბრუნდებაო. რატომ მოვიკლათ თავი და მთელი ქვეყანა რატომ მოვიაროთ? იფიქრეს, პირველივე შემხვედრ მწყემს ქალს უხეშად ნაქსოვი ფარდაკი გამოართვეს და სასწრაფოდ სასახლეში დაბრუნდნენ. ამ დროს სულელიც მოვიდა და ულამაზესი ხალიჩა გაშალა. მეფეს გაუკვირდა, მაგრამ ხალიჩა ძალიან მოეწოდა და განაცხადა. სამართლიანობა მოითხოვს, ტახტი ნაბოლარას ერგოს. ძმები გაგიშდნენ, აბა რა დაემართებოდათ სამეფო ტახტს კარგავდნენ და მამას შეუჩნდნენ. "მამა ბატონო, გთხოვთ, კიდევ რაიმე დაგვავალეთ. ეს სულელი ქვეყანას დაღუპავს, რა მეფე ეგ იქნებაო?" მამა დათანხმდა და შვილებს ახალი დავალება მისცა. სამეფო ტახტი მას ერგება, ვინც ყველაზე ლამაზ ბეჭედს მომიტანს. ძმები სასახლის ეზოში გაიყვანა და 3 ბუმბულს სული შეუბერა. ერთი აღმოსავლეთისკენ გაფრინდა, მეორე დასავლეთისკენ, მესამე კი კვლავ მიწის ქვეშეთის შესასვლელის სიახლოვეს დავარდა. სულელი უფლისწული მეორედ მიადგა მსუქან გომბეშოს და შესჭილა. მამამ ულამაზესი ბეჭდის მოტანა დამავალაო. გომბეშომ ყუთის მოტანა ბრძანა და იქიდან ისეთი ლამაზი ოქროს ბეჭედი ამოიღო, ადამიანის თვალი უკეთეს ვერ ნახავდა. უფლისწული გახარებული წამოვიდა. უფროსი ძმები ნაბოლარას მასხრად იგდებდნენ. "ერთი ამ სულელს დაგვეხედეთ, ამანაც რომ სამეფო ტახტი მოინდომა და ბეჭდის საძებნელად წავიდაო. თვითონ თავი არ შეუწუხებიათ. არც შორს წასულან, იქვე ძველი ბორბლის ფერს უაიღეს. ლურსმნები დააწვეს და მეფეს მიუტანეს." სულელმა მეფეს თავისი ბეჭედი აჩვენა. აღფრთოვანებულმა მამამ გადაწყვეტა: "ჩემი მემკვიდრე უმცროსი ვაჟი იქნება. ის ამის ღირსია." ისევ შეუჩნდნენ უფროსი შვილები მამას. "ქვეყანა არ დაყუპოს ამ სულელმა, კიდევ ერთხელ გამოგცადეო." ხელმწიფემ ვაჟებს ამჯერად ასეთი რამ დაავალა: "ვინც ყველაზე ლამაზ ქალიშვილს მომიყვანს, სამეფოც მისი იქნებაო." ისევ გაიყვანა შვილები სასახლის ეზოში. 3 ბუმბულ სული შეუბერა და უფლისწულები გზას გაუდგნენ. სულელმა ამჯერადაც მსუქან გომბეშოს მიაკითხა და მეფის დავალების შესახებ უამბო.
ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ქალიშვილის სასახლეში უნდა მივიყვანო. დაფიქრდა გომბეშო, მაშ ყველაზე ლამაზი გინდა არა? ასეთი ქალიშვილები რომ აღარ არიან, მაგრამ არ იდარტო, მე დაგეხმარები და ერთ მშვენიერ გოგონას გაგატან. მან ჭაბუკს გულამოღებული ყვითელი თალგამი მისცა, რომელშიც 6 წრუწუნა იყო შებმული. ძალიან დაღონდა სულელი. ეს რა არის, რისთვის დამჭირდება? შიგჩემი ერთ-ერთი პატარა გომბეშო ჩასვი. უფლისულმა პირველივე სტაცახელი და თალგამის ყვითელ ურიკაში ჩასვა. გომბეშო თალგამში ჩაჯდა თუ არა, წამსვე ულამაზეს ქალწულად გადაიქცა. თალგამი ეტლად, ხოლო წრუწუნები ბედაურებად. გახარებულმა უფლისულმა მზეთ უნახავს აკოცა. თვითონაც იქ ჯაჯდა, ცხენებს შეუძახა და სასახლისკენ გააქროლა. ძმები ნაბოლარას შემდეგ დაბრუნდნენ. ლამაზი ქალები არც უძებნიათ, ორ სოფლელ დედაკაცს მოჰკიდეს ხელი და მამას მოუყვანეს. შეხედა მეფე მამუჯიშო ქალებს და განაცხადა: ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტი ჩემს უმცრო შვილს დარჩება. ისევ აყვირდნენ ძმები. არ დავუშვებთ სულელს დარჩეს სამეფო და მამას მოსთხოვეს. უპირატესობა მისთვის მიენიჭებინა, ისი საცოლედ სასახლის დარბაზის წინ ჩამოკიდებულ რგოლში გადახტებოდა. ძმებმა იფიქრეს, სოფლელი ქალიშვილები ადვილად გადახტებიან. ისინი ხომ უფრო ძლიერები და ამტანები არიან, ვიდრე ჩვენი ძმის მოყვანილი ნაზი და სუსტი ქალიშვილიო. გადახტება და თავ პირს დაიმტრევს. დათანხმდა მეფე. პირველად სოფლელი ქალიშვილები გადახტნენ, მაგრამ ისეთი უხეშები და მოუქნელები იყვნენ, რომ დაიმტრნენ. ზეთუნახავმა კი შველივით ისკუპა, რგოლში გადახტა და ორივეს აჯობა. რაღაც გააწყობდნენ ძმები, ხმაც ვერ ამოიღეს. ასე დარჩა სულელ უფლისულ სამეფო ტახტი და გვირგვინი. იგი დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდა მზეთუნახავ ცოლთან ერთად და სახელმწიფოს ბრძნულად მართავდა. ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ udardel ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომდანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.